მოგესალმებით, ტელეკომპანია კავკასია პროგრამას კლუბი გვამსტობენ მე ასტროლოგი და წელიწამყვანი მიხეილ საგარელი კვლავ თქვენთან ერთად ვარ და დღეს ისევ საუბრობ ჩვენ იმ მოვლენებზე, რომელიც ასტროლოგიური კუთხით მნიშვნელოვანია უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, საუბარი 24-30 მარტის შვალეთში მიმდინარე მოვლენებზე და კონკრეტულად რა გველოდება. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი კვირა, თუმცა მთელი მარტი, ალბათ უკვე ამის კონსტატაცია გააკეთეთ, რომ მთელი მარტი უდავოდ საინტერესოა და მნიშვნელოვანია. თავისი სირთულეებით, თავისი დაბნელებების დერეფნებით და ასე ვთქვათ, მავალი პლანეტებით, როგორც არის მერკური და ვენერა და ასე შემდგომ. მაგრამ ეს კვირა განსაკუთრებით საინტერესოა, ჯერ დასკვნითი კვირა მარტისა და დაგვირგვინდება იგი ასევე რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენით, რომელზედაც ჩვენ ცოტა ხანში ვისაუბრებთ. ეხლა პირველ რიგში მინდა დავიწყო ესე იგი გადაცემარით. მიმართვით ჩემი ახალგაზრდა კოლეგა ასტროლოგებისადმი. ჩემო კარგებო. პირველ რიგში მინდა გთხოვოთ, რომ როდესაც თქვენ პირად ასტროლოგიურ რუკას უქმნით ადამიანს, აუცილებლად მიაქციათ ყურადღება არა მარტო დაბადების საათს, არამედ ის საათი, რამდენად ექვემდებარება საქართველოში იმ დროინდელ ასე ვთქვათ, საათობრივ სარტყელს. იმიტომ რომ მე მინდა გითხრათ და შეგახსენოთ უფრო ძველ თაობას ახსოვს ეს, რომ იყო ძალიან მრავალი წლის წინ საქართველოში ეკრძალებული დეკრეტული დრო და დრო იცვლებოდა. იყო ერთი პერიოდი, როდესაც წელიწადში ორჯერ თუ სამჯერ შეცვალეს ეს დრო. ამიტომ ამისთვის უნდა გქონდეთ ზუსტი ცხრილები. რატო გეუბნებით ახლა ამას ყველაფერს? იმიტომ რომ ჩემთან უკვე მე რამდენი ადამიანი მოვიდა, მე უკვე აღარ ვიცი, თავინავით და ახლა აღარ ვითვლი, რომელიც რომელიღაც დაუშვათ ასტროლოგთან იყო, ხო გვარს და იმს არ დავასახელებ და მე რაღაც არ მოეწონა ერთი სიტყვით, თლათ არ შემესაბამებოდა მეო, მოვიდა ჩემთან და ხედავ რას, რომ ესე იგი არ არის გაკეთებული, არ არის გათვალისწინებული დეკრეტული დრო მისი დაბადების საათთან მიმართებაში და ამის შედეგად საერთოდ აერია ასტროლოგიური სახლების ცხადი ადგილმდებარეობა და გარკვეულწილად აერია ინფორმაცია, ხო? თითქმის ნახევარი დაიკარგა ინფორმაციიდან, რომელიც უნდა მიეღო იმ ადამიანს აი ამ ზეგავლენის შედეგად და ესეთი მოვლენები საკმაოდ ხშირია, მინდა გითხრათ. და აი ამ ბოლო ხანს მით უმეტეს ძალიან გახშირდა და ძალიან ესე უკმაყოფილოები არიან ამ კუთხით. ეგ ჩემი თხოვნა აუცილებლად, თორსა პირად ჰოროსკოპს აკეთებთ, თქვენ უნდა იცოდეთ ზუსტად საქართველოში იმ პერიოდში როგორი დრო იყო, დეკრეტული იყო თუ არა, რამდენი საათი იყო, დაუშვათ განსხვავება, იგივე დაუშვათ თუნდაც გრინვიჩიდან და ზუსტად ჩასვათ ეს დრო. ეს თუ არ გააკეთეთ, ჩათვალეთ, რომ ნახევარ ინფორმაციას კარგავ და უკვე ადამიანს არ აძლევს სწორ ინფორმაციას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და ამას ვაწყდებით ძალიან ხშირად. ამიტომ ჩემო კარგებო, პირველ რიგში ესე იგი ყურადღება მიაქცეთ ახალგაზრდა ასტროლოგებმა ამ მოვლენას. ეხლა აკვე მოდევიტყვით, რომ ბარემ რახან ჩვენ ამ თემას შევეხედა პირად ასტროლოგიურ რუკებს. ეგ ვისაც აქვს განზრახული პირადი რუქის შედგენა, შეგვეხმიანეთ ტელეფონის ნომრით 599-11-52-38. ვიმეორებ 599-11-52-38. აქ ესეთი შეცდომები არ მოხდება და ყოველ შემთხვევაში იმედია რომ გაიგებთ ინფორმაციას, რომელიც თქვენ გსურდა გჭირდებათ. ეს პირველი რაც მე მინდოდა, როგორც აი საყურადღებო, მით უმეტეს ახალგაზრდა ასტროლოგებს, იმიტომ რომ უშვებენ შეცდომები, გასაგებია ხა ეს დაწყებთათვის არის შეცდომები, მაგრამ გააჩნია ხო ხა რამდენი და ხა გაუთავებლად, როცა მით უმეტეს ბოლო ხანს მატულობს, ესეთ შეცდომების რაოდენობა და ამის შედეგად ახლა ასტროლოგს არ აქვს შეუძლება შეცდომის პრინციპში დაშვებისა, იმიტომ რომ ამ შედეგად ის არასწორ ინფორმაციას აწვდის ადამიანს და ასტროლოგიური პრინციპი ზუსტად ეს არის, ვინც გაფრთხილებულია, შეერაღებულია, ხო? ჩვენ უნდა მივაწოდოთ აბსოლუტურად ზუსტი ინფორმაცია, შეიძლება ინტერპრეტაციაში იმისა თუ რასაც ხედავთ რუკაზე იყოს განსხვავება ასტროლოგებს შორის, იმიტომ რომ აქ ბევრ რამეს ცვლის გამოცდილება მათ შორის. ცოდნა ერთი ცოდნის ბაზა და მეორე გამოცდილებაც. და ახალგაზრდებს თავშად არ აქვს ჯერ ის სათანადო გამოცდილება, სათანადო ხედვა, ეს ნელ-ნელა ვითარდება. ამ კუთხით შეიძლება კიდე რაღაცა დაუშვათ ან გამორჩეთ და ვერ დაინახოთ, მაგრამ ის რომ რუკა უნდა იყოს თვითონ ანუ ჰოროსკოპი შედგენილი სწორად მათ შორის საათობრივი პრინციპების გათვალისწინებით, ამას ახლა ლაპარაკი არ უნდა, ხო? ამიტომ ეს ჩემი თხოვნა მადამი. ეხლა რაც შეეხება უკვე დღევანდელ თემას, ესე იგი 24-30 მარტის შვალეთზე გვაქვს საუბარი და რით არის მნიშვნელოვანი, ესე იგი რამდენიმე მოვლენა, რომელსაც განსაკუთრებულად მინდა ხაზი გაუსვა. ჯერ ერთი პლანეტა ვენერა სიყვარულის მმართველი პლანეტა უკუმავალია თევზების ზოდიაქოს ნიშანში და მისი გადასვლა უფრო სწორედ ვერძის ზოდიაქოს ნიშანში და მისი
გადასვლა თევზების ზოდიაქოს ნიშანში რა ტენდენციებს ქმნის. აი მას მინდა ახლა ყურადღება მივაქციო, იმიტომ რომ გადადის თევზების ზოდიაქოში, ამით რას განავითარებს იგი მეტად ადამიანთა პირად ურთიერთობებში, სასუქველე ემოციურობას, გზნობიარობას, სასუქველე ინტუიციას, სასუქველე უფრო მეტად გულმოწყალეობას. ურთიერთობა იქნება უფრო დაფუძნებული, მოდი ასე ვთქვათ, საერთო ინტერესებთან მისტიკური საკითხების, პოეზიის, ლიტერატურის, ხელოვნების ან ქველმოქმედების ფართო სპექტრისადმი და აქ მოდი ავუშვათ, რომ ეს აქ ადამიანებს განსაკუთრებით უნდა პარტნიორისგან რა დაინახონ პარტნიორში, რომ იგი მოდი ასე ვთქვათ, თუნდაც სიტყვით, ჟესტით ან გამოხედვით, თუნდაც ყოველდღე თუ არა დღე გამოშვებით, მაინც დაგემტკიცებთ. აი ამითი, რომ თქვენი სიყვარული ისეთივეა, როგორც იყო მრავალი წლის წინ. წინამორბედელ შემთხვევაში იგი ადამიანს რაღაც შინაგანი გულაცრუება ეწება. ეს მოვლენები სწორედ ვენერას შესვლასთან არის დაკავშირებული თევზების ზოდიაქოში და ეს ყველაფერი 27 რიცხვშია. 27 მარტიდან იწყება, თუმცა 27 მარტი კიდე სხვა მნიშვნელოვანი თარიღით არის დაჯილდოებული, თუ შეიძლება ისე ითქვას და ამაზე მე ცოტა ხანში ვიტყვი, იქამდე ესე იგი 29 რიცხვი აუცილებლად შაბათი დღის შემდგომი ძალიან ფრთხილად უნდა გავიაროთ, იმიტომ რომ აქ ჩვენ გვაქვს ახალმთვარეობა და ერთდროულად მზის დაბნელება. ანუ აქ თავდება დაბნელებების დერეფანი. შაბათ დღეს, მაგრამ ეს დღე გავიაროთ ფრთხილად, იმიტომ რომ კუდი არ მოიქნას დაბნელებების დერეფანმა, ხო? ანუ ახალმთვარეობა და სავსემთვარეობა იცით რომ ყოველთვის მძიმე ასე ვთქვათ დღეებია. სტუნებების, შესწავლების, კონფლიქტების, ტრაუმატული ტენდენციების, ჯანმრთელობის გაუარესების და სხვა ნეგატიური ტენდენციების ალბათობა ამ პერიოდში ძალიან მაღალია. და აქედან გამომდინარე, არაფერი ახალი მნიშვნელოვანი ეხლავე, ესე იგი ჩვენ გაფრთხილებული ვართ, შეერაღებული ხართ, ეხლავე არაფერი მნიშვნელოვანი და სარისკო ამ დღისთვის, შაბათისთვის არ დანიშნოთ. თუ გინდათ აი წინა პერიოდი აიღეთ, მაგრამ შაბათს არა. შაბათს უნდა მშვიდად გაიაროთ, ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ ან ადრაწყებული საქმე მშვიდად გაიაროთ. ან თუ დასვენება შეგიძლიათ დაისვენოთ. აი ესე მივაქციოთ ყურადღება შაბათს და კიდე ერთი ესე იგი 27 აუნიშნოთ ეს არის ხუთ შაბათი. განსაკუთრებით საგანგებო დღეა მე დაგითხრა და რატო? ეხლა დაბნელებაზე შეიძლება საგანგებოც არ იყოს მეტად, მაგრამ არც ნაკლებია. და ეხლა რატო ვეცდები რომ აგიხსნათ, რა ხდება ხუთ შაბათს? მე ესე იგი ესე ცოტა ვცლად ახსნა განმარტების საშუალება სხვა ტელევიზიებში არ მაქვს, იმიტომ რომ იქ მოგესალმება ცოტა უფრო თქვა ცოტა კარგად უფრო ნაკლები დრო მაქვს, ხა ადამიანს აძლევენ 12 წუთს და 12 ზოდიაქოს ნიშანი და მიიმღიხილონ საერთო-ნაცები, ნუ ეხლა ცხადია, რამდენი რჩება ინფორმაციისთვის, გესმით, ხო, ამიტომ იქ ამაზე ესე ვცლად ვერ ვისაუბრებ თავისთავად, ესეც საშუალება მხოლოდ აქ მაქვს ტელეკომპანია კავკასიაში, იმიტომ დრო 100 თუ ისე არის თითქმის 1 საათი და აქედან გამომდინარე, შემიძლია აქ უფრო მშვიდად გესაუბროთ ამ თემაზე, ესე იგი რა ხდება 27-ში. შამთვარე არსებობს ესეთი ცნება, ნუ ეს თქვა ასტროლოგიაში, რომელსაც ყველანაირად ჩვენ ლილიტის სახელწოდებით ვიცნობთ. ლილიტი ეს არის მე-9 მოციქული სატანისა ეგრეთ წოდებული შავი ენერგიების მე-9 მოციქული, ძალიან ვარყოფითი ენერგია. და ლილიტის მოქმედება უკავშირდება რას უყურია სტუნებებს, რას უყურია შეცდომების დაშვების ტენდენციას, რას უყურია საკუთარ ხასიათში ყველაზე ცუდი თვისებების გამოვლინებას ადამიანში და აქედან გამომდინარე, ამიტომ მასთან სიფრთხილეა განსაკუთრებული საჭირო. და ლილიტის გადასვლა ახლა მინდა გითხრათ, რომ ახლავე 9 თვეში ერთხელ ხდება ერთი ნიშნიდან მეორე ნიშანში და ასე შემდგომ ზოდიაკალურ წრეზე იგი ასევე დადის. 9 თვეში ერთხელ ხდება ეს მოვლენა. ეხლა ლილიტი იმყოფება სასტორის ზოდიაქოში. ნუ, აქედან გამომდინარე, ნუ სასტორში მას თავისი, ასე ვთქვათ, ნეგატიური ტენდენციები აქვს, იგი არ არის ისეთ ძლიერი, როგორც არის მორიელში. აი სწორედ 27 რიცხვი იგი 9 თვით გადადის მორიელის ზოდიაქოს ნიშანში. ნომერებში მორიელი უნდა იყოს სამნიშნე დაავადებული ადამიანი განსაკუთრებით ხილად ამ 9 თვეში, რასაკვირველია, ეს ჯგუფში პირველში მორიელია, მაგრამ ყველას თხოვ განსაკუთრებულ სიფრთხილეს და რატო ეხლა ვეცდები აგიხსნათ. შამთვარის პოზიცია მორიელში, როცა ის შედის მორიელში, ეს არის მისთვის ყველაზე საყვარელი ადგილი. ამიტომ აქედან გამომდინარე, ყველაზე ძლიერი თავისი გამოვლენებებით იგი არის არასასტორში, არა დაუშვათ ქალწულში, არამედ სწორედ მორიელში. ამიტომ მან მიაღწია თავის ყველაზე საყვარელ ნიშანს და 9 თვის განმავლობაში იყავით ყველანი განსაკუთრებით ხილად. რატო? იმიტომ რომ აქ შამთვარე განსაკუთრებით ძლიერია, ცდუნებების, შეცდომების დაშვების, კონფლიქტების, ტრაუმატული ტენდენციების ალბათობა მოიმატებს. აქ მოიმატებს ეჭვიანობა, მოიმატებს წყენა, მოიმატებს ცხოვრების
სიძულვის დრამატიზების ტენდენცია თუ რაიმე უცებ არ მიდის ის როგორც ადამიანს სურს. მოიმატებს სიჯუტე, მოიმატებს სამაგიეროს გადახდის სურვილი, სარკასტულგესლიანი გამოთქმები და ულმობელი უკომპრომისო პირდაპირობა ადამიანთა ურთიერთობებში, რაც უკვე გაამწვევს ურთიერთობებს, თუნდა გვესწრება რომ მორიელს მართავს პლანეტა მარსი. აგრესიის მმართველი პლანეტა და როცა ხა შემთვარე შედის აგრესიული მარსის მოედანზე, წარმოიდგინეთ რომ აგრესია ორმაგდება, ხო? და ამიტომ აქედან გამომდინარე, რადგან მორიელი ყველაზე ეჭვიანი ნიშანია, ესე იგი რადგან შემთვარე აქ მეტად გააღვევს ეჭვიანობას, ესე იგი წარმოიდგინეთ ეჭვიანობის ნიადაგზე შეიძლება ადვილად წარმოიქმნას არასასუალი კონფლიქტები, დაპირისპირებები, აგრესიული გამოვლინებები. და ამასთან დაკავშირებული რასაკვირველია შეიძლება იყოს ჩხუბებით, შეიძლება იყოს სხვა სახის სიამოვნებები და ძალადობის სხვადასხვა ფორმები გამოყენებული. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამის გარდა მოიმატებს, მოგხსენებათ, მორიელი ეს არის სხვადასხვა სექსის მმართველი პლანეტა. ამიტომ მოიმატებს ინტიმური ლტოლვა, ამიტომ სექსუალური ძალადობის ალბათობა მატულობს. ამიტომ ვიყავით ყურადღებით ამ მხრივ ვისაც უარს ღამე მით უმეტეს მარტო სიარული და ასე შემდგომ. ამ თვალსაზრისით არ გადაეყაროთ სექსუალურ მანიაკებს, რომელთა რიცხვი გაიზრდება ამ 9 თვის განმავლობაში. ამ მხრივაც ვიყავით ყურადღებით. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ ამ პერიოდში მოვერიდოთ აბორტს, ეს ჩემი თხოვნა, იმიტომ რომ აბორტი შეიძლება ცუდად დასრულდეს. მათ შორის შეიძლება თუ პირველი აბორტია, მერე აღარ აკვეთ ბავშვი. ამიტომ ჩემი თხოვნა რომ ძალიან ხილად იყავით აი აბორტის კუთხით ამ პერიოდში და ერთ სიტყვით სუიციდის ალბათობა, ალკოჰოლის სასმელებისადმი მიდრეკილების და მერე უკვე სექსუალურ ძალადობაზე გადასვლის ტენდენციები გაძლიერდება. ხა შემოკარგებო, შემდეგ 9 თვის განმავლობაში მე ამაზე ახლა ვერ ვილაპარაკებ ხშირად, ხო? ამიტომ ხშირად ადამიანს ავიწყდება. ახლა გეუბნებით ამას, როცა უკვე წინა პერიოდი გვაქვს, რომ თქვენ იყოთ ყურადღებით. ასე იგი შემდეგი 9 თვე 27 რიცხვიდან მაქსიმალურად ხილად უნდა გავიაროთ. აი ეს ტენდენციები მატლობს, მაგრამ ხა ამაზე ვერ ვილაპარაკებ ახლა ყოველთვე, ხო? და შესაბამისად მე ზოგჯერ ადამიანი ჩივის, რომ აი რატო არ შეგვახსენეთ. ხა დრო და დრო კიდევ გეტყვით შეგახსენეთ, მაგრამ ყოველთვე ამაზე ვერ ვილაპარაკებ, რომ ვიღაცა მე იყოს რომ რა ასე თქვათ შეჭამა ტვინი ამ იგივეს საუბრით. ამიტომ პირველ რიგში ახლა გავფრთხილებთ, ერთი-ორჯერ კიდევ შეგახსენებთ. შემდგომში რომ ეს ტენდენციები გახსოვდეთ, იმიტომ რომ გასაგებია რომ ზოგ შეიძლება ხა 3 თვის მერე სულ გახსოვდეს თუ ასეთ პრობლემის წინაშე არ დადგა და ზოგს ახსენდება მაშინ როცა ასეთ პრობლემის წინაშე დგება სამწუხაროდ. თუმცა წინ გახსოვებთ და მერე კიდევ რამდენჯერმე შეგახსოვებთ ამის შესახებ. და ყველაზე მთავარი რა არის? აი ეს ყველაფერი ძალიან ნეგატიურია, ძალიან არასასიამოვნოა, ხო? მაგრამ ეხლა აპოფეოზს მივადგეთ. მარტო ეს რო იყოს კიდე როგორმე დაუშვათ გადავიტანდით, მაგრამ ახლა მთავარს მივადგეთ. შემთვარე რას ნიშნავს მორიელში? ეს ნიშნავს იმას, რომ არნახულად გაძლიერდება შავი მაგია, სულის ენერგოინფორმაციული ველის დაბინძურების საფრთხე და თვალის აღება. ანუ, ჩემთან მინდა გითხრათ, რომ აი ვინც მოდის პირად ჰოროსკოპთან დაკავშირებით 10-დან 7-დან 8 კაცს აუცილებლად აქვს შავმაგიური დაბინძურება. თვალი ხო თვალი ყველას გვაქვს. მინდა გითხრათ, ზოგს უბრალოდ მეტი, ზოგს ნაკლები, ამიტომ ზოგი გზნობს, ზოგი ვერა. ამაზეა დამოკიდებული, მაგრამ შავი მაგია, 10-დან 7-დან 8-ს აუცილებლად. ეს რას ნიშნავს? შავმაგიური ზეგავლენა, ენერგოინფორმაციული ველის დაბინძურება ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ხდება უიღბლო, არაფერი არ გამოსდის, ხდება ნერვიული, გაღიზიანებული, კონფლიქტური, ვერ ავლენს თავის შესაძლებლობებს, პოტენციალს, მუდმივად ამ თვითმფრინავშია, ან რაღაცა, ასე ვთქვათ, აგრესია ვლინდება მასში, ერთი სიტყვით ძალიან პრობლემური ხდება. შეიძლება მიაძალოს ალკოჰოლს, ნარკოტიკებს და ასე შემდგომ და ხშირად ვერ ხვდებიან, რომ ეს ხდება სწორედ მასზე შავმაგიური ზეგავლენის შედეგად. შავი მაგია შეიძლება იყოს როგორც საგნობრივი, ასევე დისტანციური. ხა ამაზე არ ვისაუბრებ, ეს უკვე ესეთი ცოტა სხვა თემა, ამაზე უკვე ჩვენ ვსაუბრობთ, როცა ადამიანი მოდის ჩემთან პირად ჰოროსკოპთან და იქ უკვე ზედმიწევნით უხსნი ამ დეტალებს, ახლა ამის დრო არ არის ამ გადაცემაში, მაგრამ ზოგადად მაინც გიხსნით, რომ ასეთი რამ არის, ვისაც არ ჯერა, გაგვატარეთ ისინი, ვისაც ჯერა, იმიტომ რომ მე ამაში ჩართული ვარ დაახლოებით 35 წელი მაინც. კარგად ვიცნობ შავებს, კარგად ვიცნობ თეთრებს, რას აკეთებენ, რას მამაძაღლობენ, რა შედეგები აქვს, რომელსაც ვერავით არის პროკურატურა და გამომძიებელი ვერავის ვერ დაუმტკიცებს, ეს მე კარგად ვიცი. საკუთარ თავზეც მაქვს გამოცდილი და სხვებზეც. ამიტომ ვისაც არ ჯერა, გაგვატარეთ.
მოდი ასე ვთქვათ, მოკლედ, შავი მაგია მოქმედებს იმის მიერ, რაც ადამიანის შეიქმნა. მოდი ასე ვთქვათ, უძველესია. და რაც დრო გადის, კიდევ უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში. რამდენიმე ქვეყანაში, თან საკმაოდ სერიოზულ ქვეყნებში, რამდენიმე შავი მაგიის აკადემიაც კი არსებობს ოფიციალური. ეს მინდა გითხრათ. ამიტომ ნუ ეხუმრებით ამას და ნუ გონიათ რომ ეს ბებიის ზღაპარებია. არ არის ზღაპრები და ბევრმა ოჯახმა დღესაც არ იცის რომ მათი ოჯახის წევრები გასტუმრებულები არიან ამ ქვეყნიდან სწორედ შავი მაგიის ზეგავლენის შედეგად. სამწუხარო და ვინც ფსიქიატრიულში ზის, მინდა გითხრათ რომ მათი 90% შავმაგიური ზეგავლენის ქვეშ მოხდა. იქ და მე უკვე წამლობის და იმის შემდეგ მithumetes უკვე იქ სხვა პრობლემები დაეწყოთ. მაგრამ საწყისი იყო სწორედ ეს. სამწუხაროდ ესეა რეალობაში, მოგწონთ თქვენ ეს თუ არა, მეც არ მომწონს, მაგრამ ნუ ესეა რეალურად, ესე ხდება და მე ამას არაერთხელ გადავეყარე და შევისწავლე ეს თემა კარგად. ამიტომ რასაც ვამბობ, აბსოლუტური პასუხისმგებლობა მაქვს ამ სიტყვებზე და მინდა გითხრათ, რომ ესე იგი ეს ყველაფერი გაძლიერდება და მოიმატებს 27 მარტიდან 9 თვის განმავლობაში. ამიტომ ჩემი თხოვნა, მაქსიმალური სიფრთხილე. ესე იგი, რაღაცა დისკომფორტი გაქვს, რაღაც პრობლემური მომენტებია და გაღზიანებული ხდები და ოიღბლო, ნუ პირველ რიგში, ნუ დანარჩენებს ვინც მოვა ჩემთან, იმას მე ცალკე ვეთქვი, კიდე რა არის გასაკეთებელი, მაგრამ ზოგადად და უნივერსალურად რო ვთქვათ, რადგან კვეთებული საეკლესიო გამლოცვა ამ შემთხვევაში იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. და რაც შეეხება ახლა დანარჩენ მომენტებს ხედავთ ხო? რაოდენ არასასურველი, ამიტომ დავუთმე მე არა დავუშვათ ხალხმრავლობას და სამსევ და არა დაბნელებას მე ესეთი დრო არამედ სწორედ შამთვარის გადასვლას მორიელში, იმიტომ რომ მიმაჩნია რომ არანაკლებ რთული მომენტი, ამიტომ დაბნელება გვაქვს 2 კვირა და ეს გაგრძელდება 9 თვე, გაცილებით უფრო ხანგრძლივი და გაცილებით უფრო რთულია. მოდი ასე ვთქვათ. ამიტომ ჩავთვალე რომ უნდა იცოდეთ ამის შესახებ, რომ იყოთ გაფრთხილებული და შეერაღებული. ეხლა მოდით უკვე დავაბრუნდეთ ეს ზოგადი ტენდენციები, ერთადერთი რაც მე ამ კვირაში მიმაჩნია რომ არის კარგი და მაინც მოგცემს საშუალებას რომ ეს კვირა მეტნაკლებად კარგად გადავაგოროთ, არის ის რომ დედამიწა ძალიან პოზიტიურ ენერგოველში. აი ეს ქშველის ეხლა ძალა, ეხლა ვარყოფითი ენერგოველი რო ყოფილიყო ეს მოვლენები ძალიან დაამძიმებდნენ ჩვენს ყოფას. მაგრამ რადგან დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია, ეს საგრძნობად გვიმსუბუქებს ამ პრობლემებს და იმედია, ასე ვთქვათ, ესეთი შედარებით უმტკივნეულოდ გაივლის. და ყველა ზოდიაქოს ნიშანს სხვა შორის შეეთყობა ამ კვირაში ეს პოზიტიური ტენდენციები, უბრალოდ აი ეს ზოგადი ტენდენციები გავითვალისწინოთ და შაბათი დღე მაინც ფრთხილად გავიარო და ამ დღისთვის არაფერი მშვენი არ დაგეპოთ. რაც შეეხება შამთვარს, ეს ხანგრძლივი პერიოდი უბრალოდ 27-დან იწყება 9 თვის განმავლობაში. და ყველა ეს ტენდენცია რაც ახსოვეთ, ცოტა მეტ სიფრთხილეს ითხოვს ყველასგან ამ 9 თვის განმავლობაში. ეხლა რაც შეეხება უახლოეს კვირას 24-30 მარტი. რა არის აქ მოსაოდნელი მაგალითად ვერძებისთვის? ენერგოტონუსი თქვენი აშკარად უმჯობესდება, იმიტომ რომ მზე უკვე გადავიდა თქვენ ზოდიაქოს ნიშანში. ამიტომ ვერძებო, ეხლა თქვენი დროა. და რაც შეიძლება მეტად აქტიურით. ენერგია მატლობს ყოველდღე, აქ უფრო აქტიური ხდებით, ენერგიული ინიციატივიანი განწყობა უმჯობესდება, ლიდერული ორგანიზაციები წარმოჩნდება უფრო მეტად წინა პლანზე და აქედან გამომდინარე კომუნიკაცია მოიმატებს, გონებამახვილობა, უშიშარი მებრძოლის სულისკვეთება, აქ უფრო მეტად გინდათ სარისკო მოქმედებებზე წახვიდეთ და კარგად უნდა მოიფიქროთ, ისე უჩქარობთ. ასევე ახალი იდეები ჩამოყალიბდა, რომელთა რეალიზაცია უფრო მეტად იქნება შესაძლებელი და ახალი ნაცნობების წინაშე აღმოჩნდებით. ეს ახალი ნაცნობებიც მოიტანენ ძალიან საინტერესო ახალ წინადადებებს, მინდა გითხრათ და მთლიანობაში ეს ხელშეუწყობს პერიოდი პროფესიონალურ სულიერ განახლებას, განვითარებას, ხო შეიძლება გარეგნული იმიჯი შეიცვალოს ზოგიერთმა. ეს არის პერიოდი სიახლეებისა და ამშვენი რეფორმებისა თქვენ ცხოვრებაში და ძალიან კარგი ხელშეუწყობი პერიოდი ამისთვის, რომ იყოთ წარმატებული როგორც პროფესიონალური კუთხით, ასევე პირადულში. ხელს უწყობს ეს პერიოდი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას და სასასკეთო ცვლილებებს. ოღონდ 29 რიცხვი თქვენც ისე როგორც ყველა სხვა ნიშანმა უნდა საკმაოდ თხილად და წინდახედულად განვლოთ. რაც შეეხება კუროს ზოდიაქოს ნიშნის რაოდენობას, მართალია ენერგოტონუსი მცირდება, მაგრამ ჯერ კიდევ არა ისე რომ თქვენ ახლა დაუშვათ აქ ვერ შეძლოთ რაღაც მნიშვნელოვანი საქმეების საკითხების შესრულება, არა. უბრალოდ ცოტა დაიღალეთ და ასვენეთ საკუთარი მეცნიერული ორგანიზმის აღდგენის საშუალება. ეგ არის სულ
თუმცა საქმიანი აქტიურობა თქვენი აქ დარჩება სათანადო დონეზე. თქვენ გაქვთ საშუალება იმისა, რომ ზოგიერთ სიტუაციას სასიკეთოდ შეცვალოთ ცხოვრებისეული და იმის მიხედვით თუ რა სურვილები გაქვთ. აი ამის კუთხითაც კი სულით კარგად ხედავთ მომავლის პერსპექტივებს. ამასთან ერთად თქვენი სხვენი მხრიდან სხვისი დარწმუნების უნარი მატულობს. ამიტომ ძალიან კარგი იქნებით მათ შორის ორატორული კუთხით, სხვისი დარწმუნების კუთხით. ეს ის პერიოდი, რომლისთვისაც უმჯობესი არის ყველა გაასაიდუმლოთ. ყველაფერი რაც ხდება თქვენს ირგვლივ, დავუშვათ რა იდეები გაქვთ, რა პროექტები, თორე ზოგი ისე იგებს, რომ არ ვილაპარაკო, არა. როგორ უნდა ილაპარაკოთ, მაგრამ ილაპარაკეთ სპორტზე, იქ დავუშვათ ზოგად თემებზე, ხელოვნებაზე, თუ გნებავთ, ბუნებაზე, მაგრამ თქვენი დავუშვათ ნოუ-ჰაუ, რასაც ქვია, საიდუმლო არ გათქვათ, მაშინ იქნებით გაცილებით უფრო წარმატებული. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნულობებს, ენერგოტონუსი მატულობს, ჯანმრთელობა უმჯობესდება, ფსიქოემოციური სტაბილურობას უფრო მეტად და მეტად მოემატებს ყოველ დღესთან ერთად. შეიძლება ახალი სასქესო პარტნიორული ურთიერთობების წინაშე დადგეს ეს უღრეს ნიშანი, ან ძველი ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს. საკმაოდ საინტერესო პერსპექტივები შეიძლება გამოჩნდეს ფინანსური კუთხით, საღებლებისთვის კარგი პერიოდია, ზოგიერთმა შეიძლება დაიწყოს საკუთარი ბიზნეს საქმიანობაც კი პროფესიონალურ სფეროში შეიძლება ახალი პერსპექტივები გამოჩნდეს, რაც ხელშეუწყობს ასევე მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. თქვენი მხარდაჭერა სხვების მხრიდან მოიმატებს მორალური, მატერიალური კუთხითაც კი. დაუშვათ ისიც, რომ ეს თქვენს პოპულარობასაც გაზრდის სიახლეების დრო. ამიტომ რა შეიძლება მეტი სიახლე შეიტანოთ. გინდა თქვენს გარეგნობაში, გინდა თქვენს საქმიანობაში, მეთოდოლოგიებში და შემდგომ მეტი კონტაქტი ინტერნეტთან. აქედან მოამუშავე ინფორმაცია, აქედან გაიცნობს საინტერესო ადამიანებს და ერთ სიტყვით მეგობრული კონტაქტებისთვისაც ეს პერიოდი ძალიან კარგია და ნაყოფიერია. რაც შეეხება კირჩხების ზოდიაქოს ნიშნულობებს, ენერგოტონუსი რაც ყველა თქვენი მცირდება, მაგრამ ჯერ არა ისე, რომ თქვენ ვერ შეძლოთ მნიშვნელოვანი საკითხების დაუშვათ დასრულება, ან განვითარება და ასე შემდგომ. ყოველ შემთხვევაში შესაძლებლობა იმისა, რომ ეფექტურად იმოქმედოთ, გაქვთ. ამიტომ ცოტა მეტად დაასვენეთ ორგანიზმით, რომ იმუნიტეტი მაინც კლებულობს. ამიტომ ნუ გადაღლით ორგანიზმს, ამ შემთხვევაში კი ბატონო, საქმიანი კუთხით პერიოდი სულაც არ არის ცუდი. და ეს ის პერიოდი, როდესაც თქვენს გაქვთ ძალიან კარგი უნარი, რომ სხვები დაარწმუნოთ თქვენი იდეების მართებულობაში. რაც შორის უფრო მეტ პატივისცემას დაემსახურებთ მეგობრებთან, კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან მიმართებაში. შეიძლება ზოგიერთმა ხელმძღვანელმა საკმაოდ პრესტიჟული და მოდით ეს ვთქვათ, ესეთი მნიშვნელოვანი თანამდებობაც კი შემოგთავაზოთ. ამიტომ გარკვეულწილად თქვენი პატივმოყვარეობა იქნება დაკმაყოფილებული ამ პერიოდში. რაც უფრო კარგი ურთიერთობა გექნებათ იგივე დავუშვათ ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან, მით მეტია თქვენი პროფესიონალური წინსვლის პერსპექტივა ამ კვირის განმავლობაში. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშნულობებს, ენერგოტონუსი მოიმატებს. ეს ნიშანი ხდება უფრო ენერგიული, აქტიური, ინიციატივიანი, ლიდერი, ნამდვილი ორგანიზატორი და ხელმძღვანელი. უფრო მეტად შეძლებს საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილებას მათ შორის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ საქმიანობაში, სხვათა ინტერესებსაც ძალიან კარგად გაატარებთ. მშვენიერი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისა უცხოელებთან მრავალფეროვანი კონტაქტებისათვის. მათ შორის შეიძლება აქაც იყოს ეს კონტაქტი, შეიძლება უცხოეთში მოხდეთ, ან ბიბლინებით, ან სწავლის კუთხით, ან პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს უცხოელებთან ერთად, რაც იქნება ძალიან სარფიანი, ძალიან წარმატებული და ასე ვთქვათ, ფინანსური კუთხითაც ყველანაირად მომგებიანი. თან ჯანმრთელობა რადგან მდგრადდეს, გაძლევთ წარმატების შანსებს. ოღონდ შაბათი ყველას გასულდეთ. შაბათი დღე გავიაროთ მშვიდად. არავითარი კონფლიქტები, არავითარი საქმე და გარჩევები, არავითარი სარისკო მოქმედებები, მნიშვნელოვანი გაწყვეტილებები, ხელშეკრულებები, მოლაპარაკება ეს არაფერი შაბათს. შაბათს მშვიდად. სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა, ხელოვნებასთან ურთიერთობა, დაუშვათ ბუნებასთან, აი ესეთ გზით გავიაროთ, იუმორთან თუ გნებავთ, კი ბატონო, ამ ხრივ კი. ქალწულს რაც შეეხება ენერგოტონუსი მცირდება, ამიტომ ჯანმრთელობა დროდადრო უნდა დაასვენოს, ამ ნიშანად ცოტა გამოიძინოს, მაგრამ სხვა კუთხით, საქმიანი კუთხით ნამდვილად არ არის ცუდი პერიოდი. იმიტომ რომ თანამშრომლობისთვის პერიოდი უდავოდ კარგია და ეს ხელშეუწყობს პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას მოულოდნელი მოგზაურობის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ეს ნიშანი. თან სასიამოვნო სურპრიზებიც ელოდება მას, ასევე შეიძლება გავაფართოვოს საქმიანი კავშირები, ახალი იდეები, ჩამოაყალიბოს და რეალიზაცია მოახდინოს, ახალი ხელშეკრულებების წინაშე აღმოჩნდეს. ყოველ შემთხვევაში ფინანსური კუთხით სასიამოვნო ტრანსფორმაციის პერიოდი. აქ შეიძლება ფინანსური კუთხით გამოჯობესოს, ასე ვთქვათ, თავის შესაძლებლობები და მსხვილი საგრძელების წინაშეც კი დადგეს. ამიტომ მთლიანობაში პერიოდი კარგია, ოღონდ თავისი დაუშვათ იდეების გეგმების შესახებ, რაც მეტად ეს ნიშანი გაასაიდუმლოებს ინფორმაციას, მით უფრო წავაწინ.
და რაც შეეხება უკვე სასწორო ზოდიაქოს ნიშანს, ენერგოტონუსი თქვენი სასწორთან მატულობს, ამიტომ ეს ნიშანი უფრო აძლიერებს საკუთარ თავში თვითრწმენას, მოდი ასე ვთქვათ, უშუალოდ ენერგია ემატება. ამიტომ ხდება უფრო აქტიური, ჯანმრთელი, უფრო ასე ვთქვათ, გავლენის სფეროსაც მეტად გააფართოებს და კარგ ურთიერთობებს ჩამოაყალიბებს ირგვლივ ადამიანებთან საკუთარი სცენარის და მიხედვით. ამასთან ერთად, კარგად ზნობს ყველა იმ ტრანსფორმაციას, რომელიც ხდება საზოგადოებაში და ამას ჩვენივრად იყენებს. ამავდროულად საქმიანი კუთხით შეიძლება არაერთ საინტერესო იდეის რეალიზაცია, ახლობლებთან ურთიერთობების გაუმჯობესება და დაუშვათ რომ სასკოერულო პარტნიორული ურთიერთობების კუთხითაც კი. პერიოდი ძალიან კარგია, მაგრამ თქვენს გმართებთ ამ პერიოდში ცოტა მეტად ენაზე კბილის დაჭიროს და საკუთარი საიდუმლოს არ გათქმას. აი ეს გავითვალისწინოთ. მორიელს რაც შეეხება, ენერგოტონუსი მისი მცირდება, იმუნიტეტი ცოტა კლებულობს, მაგრამ ახლა თუ არ გაცივდები და რაღაც ახლა ვირუსული პრობლემების წინაშე არ დადგებით, სხვა მხრივ ახლა ეს იმდენად არ მცირდება, რომ თქვენ ვერ შეძლოთ აქტიური მოქმედება. ამიტომ საქმიანი კუთხით პერიოდი ნამდვილად არ არის ცუდი, უბრალოდ ცოტა დაასვენეთ საკუთარი ორგანიზმი. მაგრამ შესაძლებლობები, რომ მრავალფეროვნად გამოავლინოთ საკუთარი თავი, ეს უდაოდ გექნებათ. შეიძლება ცხოვრებისეული გარკვეული წესრიგი ან წესი შეცვალოთ, რაღაც მავნე ჩვევზე უარი თქვათ, საკუთარი შესაძლებლობები ახლებურად გამოავლინოთ. სხვა შორის ამავდროულად მოიმატებს კონტროლი ახლობლების მიმართ. აი მთავარია კიდევ ერთხელ მინდა თქვა, რომ ეს კონტროლი არ მივიდეს კონფლიქტამდე. აი ეს კონტროლი უნდა იყოს ზედაპირული და არა გადამეტებული, თორე შეიძლება გახდეს სერიოზული პრობლემის ფაქტორი. თუმცა პარტნიორთა მხრიდან ზეგავლენა თქვენზე ძალიან მნიშვნელოვანია, რატომ? იმიტომ რომ ეს ზეგავლენა გარკვეულ თქვენში სულიერ ტრანსფორმაციასაც გამოიწვევს. და ნაუნჩოთ რომ თუ რაღაც პრობლემა აქვს ჯანმრთელობას, შეიძლება სხვა შორის გამოჯანმრთელების პროცესი ძალიან ადვილად და კარგად წავიდეს. რაც მეტად კარგი ურთიერთობები გექნებათ ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან, მით მეტად ასევე წახვალ წინ. რაც შეეხება მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაავადლებს, უდავოდ კარგი პერიოდია უკვე თქვენთვის, იმიტომ რომ ენერგოტონუსი მატულობს, ჯანმრთელობა ძლიერდება, ეს პერიოდი უფრო ჰარმონიულია თქვენი განვითარებისათვის და თქვენი გავლენის სფერო ირგვლივ ადამიანებზე მატულობს. ეს ნიშანი ხდება უფრო გონებამახვილი, კარგი ლიდერული ორგანიზებული მონაცემების მატარებელი და უშუალოდ ის რომ სწორ უკვე არჩევანს აკეთებს, სწორ დასკვნას აკეთებს ამ მოვლენებიდან. აქ ილუზიები უკვე უკანა პლანზე გადადის და უფრო პრაგმატულიც ხდებით ამ დასკვნების კუთხით. სხვა შორის ეს ის პერიოდი, რომ მშობისას თქვენ გრძნობთ ლტოლვას ძალაუფლებისადმი. სხვა შორის ფსიქოლოგიური ნიჭით შეიძლება გამოვიდეს თქვენში და აქედან გამომდინარე შეიძლება ფსიქოლოგიითაც ზოგიერთ თქვენთაგან უფრო მეტად დაინტერესდეს ამ პერიოდში. მთავარია ძალაუფლებისადმი ლტოლვა არ გადავიდეს დიქტატორულ ტენდენციებში. თორე სხვა მხრივ ის რომ ეს თქვენ ლიდერი ხარ და შეგიძლიათ ორგანიზებული ნიჭის გამოვლენა ძალაუფლებასთან ერთად, ეს კი ეს ზოგადად ცუდი არ არის. კონკურსებში, ლოტარეებში მონაწილეობის მიღება წარმატებულია. ოღონდ 29-ში არ მოხდეს ეს შაბათ-დღეს, უჯობესდება ურთიერთობა შვილებთან, უჯობესდება ურთიერთობა სასკოლო პარტნიორებთან, ზოგიერთ თქვენთაგან შეიძლება მოხდეს ახალ რომანტიკულ კავშირებში, ერთ სიტყვით ძალიან საინტერესო მრავალფეროვანი ტენდენციების მქონე კვირა. და რაც შეეხება უკვე თხის რქას ენერგოტონუსი მცირდება, ჯანმრთელობა ნაკლებად მდგრადია, ამიტომ დრო და დრო დაასვენეთ საკუთარი თავი, იმიტომ რომ საქმიანი კუთხით ამ კვირას მაინც აქვს კარგი პერსპექტივები, ამიტომ არ უნდა გადაიღალოთ, რომ შესაბამისად არ დაუშვათ. ამიტომ ვამბობ დრო და დრო დაასვენეთ საკუთარი თავი, იმიტომ რომ აქ შეიძლება ახალი საინტერესო ვალდებულებების ან საქმის ან სხვა პროექტების წინაშე აღმოჩნდეთ. ესეც აღნიშნოთ. და ამავდროულად მოდით დავუშვათ, რომ ეს პერიოდი ხელსაყრელს როგორც ინტელექტუალურ, ასევე პროფესიონალურ თქვენს განვითარებას, მოულოდნელი მგზავრობა, მოულოდნელი შეხვედრები. აი ეს ყველაფერი მოსაოდნელი ამ პერიოდში და ახალი პერსპექტივები შეიძლება გაშთეს საქმეში, თქვენს ბიზნეს სფეროში, თუნდაც საუბარსახარებო საკითხები შეიძლება ადვილად მოაგვაროთ, გაუმჯობესოთ ურთიერთობა ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან და ამასთან ერთად აქ თუ რაღაც დიზაინის შესწვლა გინდათ სახში, აი ამ ხრივაც ეს პერიოდი საკმაოდ ნაყოფიერი იქნება და წარმატებული. მერწყულის ზოდიაქოს რაც შეეხება ენერგოპოტენციალი მატულობს, ძლიერდება თქვენი ავტორიტეტი, შესაძლებლობა თქვენი გავლენისა ირგვლივ ადამიანებზე მატულობს და ეს პერიოდი, როდესაც ინტუიცია ძლიერდება, რომელზეც დაყრდნობით სწორ არჩევანს აკეთებს, სწორ ნაბიჯებს დგავთ, სხვა შორის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სფეროში შეიძლება იყოს ძალიან წარმატებული. ეს არის მრავალფეროვანი კონტაქტების, შეხვედრების, მოლაპარაკებების, სწავლის, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღების პერიოდი, უმჯობესდება აქ ურთიერთობა დებთან, ძმებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან, მათი თანადგომა მნიშვნელოვანია, მოგზაურობის კუთხითაც კი ძალიან საინტერესო პერსპექტივები შეიძლება გამოვიდეს აქ სწორედ. და თევზების ზოდიაქოს რაც შეეხება, თევზებო ენერგოტონუსი უკვე მცირდება, ამიტომ ჯანმრთელობას გადაღლით,
ცოტა დაასვენეთ თავი და როგორც ამის საშუალება მოგეცათ, იმიტომ მოგეცემოთ, იმიტომ რომ საქმიანი კუთხით პერიოდი ნამდვილად არ არის ცუდი, იმიტომ რომ გარკვეული სასიკეთო შანსები გექნებათ, სასიკეთო ცვლილებები. ან შეიძლება ოჯახშიც კი რაღაც მარტების წინაშე აღმოჩნდეთ, ამის ტენდენციაც არის, შეიძლება გამოუჭობესოთ საყოფაცხოვრებო შესაძლებლობები, მოულოდნელი შეხვედრები, მოულოდნელი მგზავრობა, მოგზაურობა, ძალიან პოზიტიური კორექტივები შემოიტანენ თქვენ ცხოვრებაში და ადრეული საქმეებიდან ეხლა შეიძლება მიიღოთ მატერიალური დივიდენდები. ან ისეთ სფეროში აღმოჩნდეთ ჩართული, რომელიც ასევე შეიძლება პრემიების, ბონუსების ან სხვა სახით ეს აუმჯობესებდეს თქვენს მატერიალურ მდგომარეობას, რაც ხელში უწყობს უკვე მეტად, ასე ვთქვათ, ფინანსური კუთხით გაუმჯობესებას თქვენი ცხოვრების. სანამ ჩვენ ესე დანარჩენ თემებს შევეხებით, კიდევ ერთხელ მინდა შეგახსოვოთ, რომ გამოსულია ჟურნალი შენი ჰოროსკოპი, სადაც არის უზარმაზარი ინფორმაცია, მათ შორის თითოეული თვის ცალკეული ზოდიაქოს ნიშნებისთვის მნიშვნელობა და მათი პროგნოზები თვეების და მიხედვით. მაგალითად, იგივე მიმართულება დაკარგული მთვარის, ან უკურსო მთვარის, თქვენთ როგორ წოდებ, პერიოდები და რას ნიშნავს ეს და ბევრი სხვა საინტერესო ინფორმაცია ჟურნალში შენი ჰოროსკოპი. ოღონდ არ აგვერიოს ეს დიდ ჟურნალში ჰოროსკოპი, რომელიც მხოლოდ შენი აღარ არის, აქ უკვე ეს ჰოროსკოპია და ეს კიდე შენი ჰოროსკოპია. ჟურნალ დიდ ჰოროსკოპში აქ ჩვენ გვაქვს უზარმაზარი ინფორმაცია, მოდი ასე ვთქვათ, პოლიტიკური ასტროპროგნოზი 2025 წლისა. ასევე იცით თქვენ გეომანტიის მდგომარეობა თავისი გრაფიკული გამოსახვით მოცემული 2025 წლის როგორც აღმოსავლური, ასევე დასავლური ზოდიაქოს ნიშნების ასტროპროგნოზი. შეგნით გვაქვს რას უყურია თითოეული დღის მთვარის პოზიციიდან გამომდინარე ასტროპროგნოზი და შეგნით თქვენ იცით რა იმალება, შეგნით მთელი კოჰორტა, ასე ვთქვათ, კალენდრების, ეს ჩვენ გვაქვს მაგალითად ჯიბის პატარა კალენდარი, რომელიც მაგალითად შეგიძლიათ ჯიბეს ჩაიდოთ, აქ აღნიშნულია მთელი წლის განმავლობაში თვეების და მიხედვით თქვენი ზოდიაქოს ნიშნის დადებითი უარყოფითი დღეები, ახალი მთვარე, სავსე მთვარე, მათი მნიშვნელობები. ამის გარდა აქ ჩვენ გვაქვს ბიზნეს შემოქმედებითი სასწავლო და ასევე სამედიცინო ასტროლოგიური კალენდრები, სადაც არის აღნიშნული მათ შორის დღეები უარყოფითი ამა თუ იმ ოპერაციის ჩატარების კუთხით. და ასევე მოდით აღნიშნოთ დიდი ასტროლოგიური კალენდარი, საოჯახო, სადაც თქვენ გაქვთ 12-ვე ზოდიაქოს ნიშნის, ანუ ოჯახის ყველა წევრზე დადებითი უარყოფითი დღეები, საერთო ზოდიაქოს ნიშნები გათვლილი მთელი წლის განმავლობაში თვეების და მიხედვით, ახალი მთვარე, სავსე მთვარე, მათი მნიშვნელობები და ამავდროულად. ერთ სიტყვით, ამ ინფორმაციით იქნებით გაფრთხილებული და შეიარაღებული და სად შეგიძლიათ ეს ყველაფერი შეიძინოთ, რა საკვირველია პრესის ჯიხურებში მთელი საქართველოს ტერიტორიის კუთხით, ამის გარდა სხვა მაღაზიებში, ჩვენს ბიბლუსის წიგნების მაღაზიებში, ზოგიერთ მაგნატში, მაგალითად სასურსათო მაღაზიებშიც არის, ამიტომ მოითხოვეთ ზოგჯერ აი არ ვიცი, მალავენ თუ ავიწყდებათ გამოტანა არ ვიცი, მაგრამ ზოგჯერ ეუბნებიან რომ არა გვაქვს, სიამოვნებაში აქვთ. ეხლა თუ რაღაც ასეთ პრობლემაა, შეეხმიანეთ შემდეგი ტელეფონის ნომრით 597 1599 ვიმეორებ 597 1599 და ამ ნომრით შეიძლება სახშიც კი მიიღოთ ეს ყოველივე ჟურნალები, იქნებით გაფრთხილებული, შეიარაღებული და იმედია წარმატებული. ეხლა გავაგრძელოთ ჩვენ დღევანდელი გადაცემა, ესე იგი ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, ეხლა მოდით ცალკეული დღეების მნიშვნელობა შემდეგი კვირის, აი ხვანდელი დღე 24 მარტია, ორშაბათი დღეა, აქ მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი ითხოვს ყურადღებას საღამოს 19 საათიდან 19 საათამდე 26 წუთამდე. ამ 25 წუთის განმავლობაში მაქსიმურად ყურადღება მართებ ძღოლებს და ქვეითად მოსაურულებს, იმიტომ რომ უდუნდებათ ყურადღება და შეიძლება გახდეს ამ შემთხვევაში ტრავმების და ავარიების ერთ-ერთი საწინდარი. ხვალ მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას, დაუგდეთ ყური თქვენს ინტუიციას, შესაძლებელია ქრონიკული დაავადებების გამწვავებაც კი. მიზნის მიღწევა კი შედარებით გაადვილდება. მოსალოდნელია პრობლემების გადაჭრის სწორი გზაც იპოვოთ ხვალ და შეიტანეთ ცოტა სიახლეები თქვენს გეგმებში. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება პირველში ხერხემალი სახსრები, ძლოვანი სისტემა, საღამოსკენ უფრო მეტად მხედველობა და ნერვული სისტემა. ოპერაციების ჩატარება მორგანთა მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა ხვალ არ იქნება სასურველი, დადებითი აზრდღე, თხისკას და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის. 25 მარტს რაც შეეხება სამშაბათი დღეა, აქ მეტი დრო დაუთმეთ საყოფაცხოვრებო საკითხებს და ჯანმრთელობას. კარგი დღეა კონტაქტებისთვის, ახალი შთაბეჭდილებების მისაღებად, მოსალოდნელია პერსპექტივების გაფართოება ბიზნეს სფეროში, ახალი გზებით, ძველი პრობლემების მეტად გადაჭრა და პარტნიორობის ცოტა გამახვილდება მეტად თავისუფლებისადმი მიდრეკილება.
ეხება პარტნიორებში. აქ დიდხანს ფეხზე მოიდგებით, უმჯობესია იაროთ ვიდრე იდგეთ. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება თვალები, ვენები, ფეხის კუნთების ზონა და ნერვული სისტემა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთა მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. პოზიტიური აზრი ვერცხლთათვის, შილდოსანთათვის და მერწყულთათვის. რაც შეეხება 26 მარტს, ეს არის ოთხშაბათი დღე, აქ ჯერ ერთი მიმართულება დაკავებული მთვარის პერიოდი გვაქვს 17 საათიდან 3 წუთიდან 23 საათამდე 33 წუთამდე გასტანს იგი და აი ამ დროს მთელი საქმის პერიოდი და ნაწილობრივ ღამეც დუნდება ყურადღება ადამიანებში. ამიტომ ძღოლებს ქვეით ატმოსფეროს ამ პერიოდში ისევე საჭიროებათ ორმაგი ყურადღება, რათა ეს ტრამულაურული ტენდენციებში არ გადაიზარდოს. თან დღე გეომაგნიტური ენერგიები ამ დღის სამეთ პრობლემას უქმნიან ადამიანთა გულსიზრუნველ სისტემას, ნერვულ სისტემას, რაც თავის მხრივ შეიძლება გახდეს მიზეზი თავისკივილების, ოგონებობისა, წნევასთან დაკავშირებული პრობლემისა და სხვა დისკომფორტული გამოვლენებებისა. ამიტომ თუ რაღაც ამდაგვარი პრობლემა გაქვთ, აუცილებლად წნევას მიაქციეთ ყურადღება, თუ საჭირო გახდა გამოიყენეთ წამლების პროფილაქტიკა და შეიძლება და გვარად მეტად დაასვენეთ თავი, რათა გვერდიავაროთ ამ გეომაგნიტურ ტენდენციებს ოთხშაბათი დღისა. მთლიანობაში დღე კარგია ლოცვისათვის, სულიერი პრაქტიკისათვის, იოგა სისტემისთვის, მედიტაციისთვის. ძველმა საქმემ შეიძლება მოგება მოგიტანოს. შესაძლებელია კარგი ამბის გაგებაც ამ პერიოდში. საბუთებს ხელს თუ მოაწერთ, სანამ მათ კარგად არ გადაამოწევთ და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებსაც ოთხშაბათს მიიღებთ. რაც შეეხება ჯანმრთელობას, სუსტდება მხედველობა, ნერვული სისტემა, ფეხის კუნთების ზონა, ვენები. ოპერაციების ჩატარება ისევ ორგანოთა მიმართებაში ოთხშაბათს განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია ეს დღე ტყუპების, ლომის და სასწორი ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება 27 მარტს ხუთშაბათ დღეს, მოდი ესე ვთქვათ, როგორც აღმოჩნდა ეს დღე მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, იმიტომ რომ შავი მთვარე გწოდებული ლილიტი მეცხრე მოციქული სატონისა 9 თვით გადაასვლელს მორიელი ზოდიაქოში, ეს მისი უძლიერესი პოზიცია, რის შედეგად გაძლიერდება ადამიანებში ნეგატიური ტენდენციების, იგივე დაუშვათ ცნებების, მავნეჩვეების გაძლიერების, სექსუალური ძალადობის, სუიციდის, მანიაკალური აზრების, მომატების, შიშების, აგრესიის, ღალატის მინდა გითხრათ ტენდენციაც მოიმატებს და ღალატის ნიადაგზე, ეჭვიანობის ნიადაგზე ხარა კონფლიქტები შეიძლება წარმოგიდგენიათ, ხო? აქედან გამომდინარე ეს ტენდენციები აკითხავენ განსაკუთრებულ ყურადღებას, ახლა დიდხანს ამაზე არ შევჩერდები, იმიტომ რომ ამაზე უკვე ჩვენ ვისწავლეთ თავიდან. და ამასთან ერთად მოდი ავუშვათ, რომ აქ ამ პერიოდში ლილიტის გადასვლა ასევე მორიელში გააძლიერებს რას? მაგალითად სამხედრო კონფლიქტების გაძლიერების ტენდენციას, ტექნოგენური და სტიქიური კატასტროფების ალბათობაც მოიმატებს, მათ შორის ეს იქნება უფრო წყლის სტიქიასთან დაკავშირებული წყალდობების და წვიმების სახით ინფექციური დაავადებების გავრცელების საშიშროებაც მოიმატებს. და მოდი ასე ვთქვათ, რომ 27 ხუთშაბათს განსაკუთრებით აკონტროლეთ ემოციები პარტნიორ ურთიერთობებში პირველ რიგში. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ამ პერიოდში ისევ ტერფები, ნერვული იმპულსური სისტემები და მხედველობა. ყველაზე კარგია ეს დღე კირჩხიბთათვის, ქალწულთათვის და მორიელი ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულთათვის. ეხლა გადავიდეთ პარასკევზე. პარასკევი გეომაგნიტურია, ამიტომ აქედან გამომდინარე ვიყოთ ცოტა ყურადღებით. იმიტომ რომ აქ თუ რაღაც დისკომფორტი გაქვთ შინაგანი, თავისკივილი ოგონებობა, წნევას მიაქციეთ ყურადღება, უსკებოურ შემთხვევაში ან ყავა გამოიყენეთ თუ დაბალი წნევა, ან თუ მაღალია წამლები, რათა მოიყვანოთ წესრიგში ორგანიზმი. მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი ითხოვს ყურადღებას ღამის საათებში. 23 საათიდან 31 წუთიდან 0 საათამდე 38 წუთამდე გასტანს იგი და აი ამ დროს დაღლილობაც იჩენს თავს და თან ყურადღებობაც, რაც შეიძლება ტრაუმაურულ ტენდენციებში გადაიზარდოს ზღოლები, კვეთ ატმოსფეროები ამ პერიოდში რავით ორმაგარ თხილი და ასე ვთქვათ ყურადღებიანი. და სიყვარულის ხელოვნების მმართველი პლანეტა ვენერა, როგორც აღმოჩნდა, გადაინაცვლებს 30 აპრილამდე. თევზების ზოდიაქოში დამზე გავლენის შედეგად მეტად განავითარებს პარტნიორ ურთიერთობებში ემოციურობას, გნობიარობას, რომანტიზმს, ინტუიციას, ამავდროულად ზედმეტ ფანტაზიებს, გადამეტებულ თანაგზნობას, ფიქრებს უფრო წარსულზე, ტყუილების ამომიდრეკელებას მოიმატებს და ეს მოვლენა ამავდროულად ხელს შეუწყობს მწერლების, მსახიობების, პოეტების, ქველმოქმედების სფეროს, სასტუმროების ინდუსტრიის, ეზოთერიკოსების, ტურისტული ინდუსტრიის და სპორტსმენების სფეროში მოღვაწეთა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პარასკევს ნუაყვებით პროვოკაციებს და ახალ საქმესაც დაიწყებთ. მოსაოდნელია დაავადებათა გამწვავება, მოიმატებს სუნებათა ალბათობაც.
და პარტნიორთებაში მოემატებს გულის გადაშლის სურვილი. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ლიმფური ნერვული სისტემა, მხედველობა, ტერფების ზონა. პოზიტიურია ეს დღე კუროს, თხისქას და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის. ეხლა რაც შეეხება უკვე, მოდი ასე ვთქვათ, 29 რიცხვს. 29-ში შაბათს ჩვენ გეომაგნიტური გვაქვს დღე, ამიტომ ყურადღება მიაქცეთ წნევას პირველ რიგში და უკვე ვიცით რომ არის მზის დაბნელება და ახალთვარეობა ერთდროულად. ეს მოვლენა განსაკუთრებულ პიკს აღწევს 14 საათიდან 58 წუთიდან 15 საათამდე. აქ არის პიკი, თუმცა მთელი დღე ითხოვს დასუქველია განსაკუთრებულ ყურადღებას და სიფრთხილეს, იმიტომ რომ ახალთვარეობა და მზის დაბნელება ეს ნიშნავს მზის და მთვარის ენერგიათა შეერთებას და ეს მოვლენა შეერთება ხდება ვერძის ზოდიაქოს ნიშანში და იგი შეაჯამებს ბოლო 2 წლის მონაგარს და ნამოქმედარს თქვენი ცხოვრებისა. შეერთება ხდება, რადგან ვერძის ზოდიაქოში ამ დროს იხსნება ზედა ზოდიაქო, ეგრეზდებული საათის სახელწოდებით ცნობილი. ამიტომ აქედან იწყება გარკვეულწილად მნიშვნელოვანი პერიოდი, რომელიც კარდინალურ განახლებას გამოიწვევს ადამიანთა ყველა სფეროში ცხოვრებისა. ეს არის ახალი ევოლუციური სპირალი, რომელიც იწყებს ამოქმედებას სწორედ ამ დღიდან, ახალი ლიდერების წარმოქმნით. და დღის მძიმე ენერგიები განაპირობებენ ცოტა მეტად ტრაუმულ აღორეულტანაციებს, კამათს, კონფლიქტებს, თუნებებს, შეცდომებს, აგრესიის გამოვლენას, სულსწრაფობას, ჯანმრთელობის გაუარესებას და სხვა ნეგატიურ გამოვლენებს. ამიტომ ვიღოთ ცოტა ყურადღებით, არაფერი მნიშვნელოვანი ახალი აქ არ დავიწყოთ. შვიდად შეძლებს დაგვარად, გაიარეთ ეს დღე და მაქსიმალურად აკონტროლეთ საკუთარი ემოციები. ჯობია რომ ამ დღეს არ გავაკეთოთ არანაირი ოპერაცია განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა. ყველას კარგია ეს დღე ვერსტათვის, ტყუპებისთვის და მერწყულთათვის. და 30 რიცხვი ეს არის კვირა დღე, გეომაგნიტური ასევე, ამიტომ ცოტა მეტი ყურადღება წნევას თუ ესეთი პრობლემა იქნა და მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდს, რომელიც დაიწყებს სამოქმედებას 13 საათიდან 19 წუთიდან 23 საათამდე 18 წუთამდე გასვლას. აი ამ დროს დუნდება ზედმეტად ყურადღება ადამიანებში, შეიძლება გახდეს ამავე პერიოდში სხვადასხვა ტრავმების და ავარიების ერთ-ერთი საწინდარი. და კიდევ აქ მოდით აღვნიშნოთ, რომ ეს ის პერიოდია, რომლის შეობისას, მოდი ასე ვთქვათ, ვეცადოთ, რომ ეს დღე შვიდად გავიაროთ, ახალი გეგმები გაასაიდუმლოთ, პროვოკაციებს არ აყვეთ, მithumetes წინა დღის მზის დაბნელების შემდგომ ამ დღესაც გარკვეულზე გავლენა სახდენ და ცოტა გავაფრთხილდეთ ჯანმრთელობას, შვიდად გავიაროთ ეს დღეც. და ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება თავის, ზარღვანი სისტემა, ცხვირი და გზნობათა ორგანოები. ყველაზე კარგია ეს დღე ლომის, სასტორის და შვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულთათვის. ეხლა ვისაც უნდა თმის შეჭრა, მათ საყურადღებოდ მოიტანხმოთ, რომ ჩვენ გვაქვს აქ რამდენიმე დღე, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება და ყველას კარგი იქნება, ესე იგი თმების მოჭრის კუთხით 26 რიცხვი, ეს ყველაზე ალბათ იქნება უპრიანი და ყველაზე კარგი. დარჩენ დღეები ნაკლებად. დარჩენ დღეებში მაინც ჯობია რომ თავი შევიკავოთ თმების შეჭრისაგან. და რაც შეეხება ახლა ვიც ბიზნესშია, საქმიან სფეროშია ჩართული, მოიტანხმოთ, რომ 26 მარტის ჩათვლით. ეს დღე კარგია ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ხოლო უკვე 27 მარტიდან კვირის ბოლომდე აქ მოვერდოთ იმპულსურ მოქმედებებს, იმპულსურ ფულის ხარჯვას და აქ გახსოვდეთ, რომ გარკვეული მოტყუების თელობები მოემატებს და იყოთ ამ მხრივ ყურადღებით. რაც შეეხება მოგზაურობის კუთხით 26 მარტის ჩათვლით პერიოდი კარგია მოგზაურობისათვის. ხოლო 27 რიცხვიდან უკვე კვირის ბოლომდე სიტუაცია ცოტა იძაბება. და განსაკუთრებით ეს ეხება აი სწორედ უკვე 29-30 რიცხვებს, აი ამ პერიოდებში განსაკუთრებით ხილად. ყოველ შემთხვევაში მithumetes აქ საკონფლიქტო სიტუაციებით შეიძლება გზაში ადვილად წარმოიქმნას და ვიღოთ ამ მხრივ ცოტა ყურადღებით. სასქესო პარტნიორულ ურთიერთობებსაც შეეხება ესე იგი 25 მარტის ჩათვლით პერიოდი კარგია ჩვენს რომანტიკული კავშირებისათვის და ასე შემდგომ, მაგრამ აი 26 მარტიდან მოდი ასე ვთქვათ, რომ ცოტა ვიღოთ ყურადღებით, იმიტომ რომ შეიძლება ცდუნებებმა ეჩინონ თავი და მაცდუნებელი პარტნიორით შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. ამ მხრივ ვიღოთ ცოტა ფრთხილად. ვისაც აქვს განზრახული მკურნალობის დაწყება, ყველაზე კარგი დღეები გვაქვს 27, 28 რიცხვი. ასევე არ ვარგა, ესე იგი 24 რიცხვი, ეს მკურნალობის დაწყებად არ ვარგა და არჩენ დღეები საშუალოა. რაც შეეხება სამსახურის შესვლას 25, 27
აი ეს რიცხვები კარგია. ხოლო არ ვარგა 24 რიცხვი. მარტისა ხელშეკრულების დასადებად ყველაზე კარგი იქნება 26-27 მარტის დღეები. Სხვაჩვენს 30 მარტიც არ იქნება ცუდი, უბრალოდ კვირა დღეა. არ ვარგა 24 და 29 მარტის დღეები. ქორწინებისთვის 26 რიცხვი არის ყველაზე კარგი, 30-იც არ არის ცუდი, სხვა შორის 29-ში შევიკავოთ თავი, 24-ში, 25-ში, 27-ში. ამ დღეებში შევიკავოთ თავი. რაც შეეხება ბინის ყიდვა გაყიდვა სახალ ბინაში გადასვლას, ყველაზე კარგია 27-28 რიცხვები და არ ვარგა 25 რიცხვი და 29. შენებლობის დასაწყებად სარემონტო სამუშაოებისთვის 24 და 25 მარტის დღეებია ყველაზე კარგი, 27, 28, 29 არ ვარგა. სხვილი საგრლებისთვის 26 რიცხვია კარგი, 28-ც არ არის ცუდი, 30-იც კარგია, არ ვარგა 25, 27, 29 მარტის დღეები და სასამართლო პროცესებისთვის 25, 26, 28 რიცხვები კარგია. არ ვარგა 24, 27, 29 რიცხვები. ეხლა რაც შეეხება საფინანსო კალენდარს, მოითხოვოთ რომ მაგალითად ორშაბათს ხვალ კარგია ფულის ვალში გაცემა ანაღება. კრედიტი შეიძლება კი ბატონო გააფორმოთ ვალები და გაისტუმროთ ამ ხრივ კარგია, მაგრამ არ ვარგა ზეპარცელობის ლომბარდში ჩადება და საათის შეძენა. 25-ში ზეგ აქ უკვე შეიძლება კარგად მოფიქრებული ინვესტიცია, კაპიტალ დაბანდება და ვალის დაბრუნება. ეს კიდევ მეტად შემოიტანს ფინანსურ გაძლიერებს ფინანსურ ეგრეგორს და მეტად შემოიტანს ფინანსებს თქვენ ცხოვრებაში. 26 მარტს 4 შაბათს აი კარგია სწორედ ლომბარდში ძირფასეულობის ჩადება, მაგრამ არ ვარგა საათის შეძენა. 27 მარტს კარგია ნებისმიერი ქველმოქმედება, მაგრამ არ ვარგა ინვესტიციების გაკეთება. 28 მარტს კარგია ვალის გასტუმრება. 29 მარტს აქ შეიძლება ვალების დაბრუნება და ნებისმიერ ქველმოქმედებაში ჩართვა. 30 მარტს ასევე კარგია ვალების დაბრუნება და ინვესტიციების უკვე გაკეთება, მაგრამ არ ვარგა ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება, რათა ეს ყველაფერი გავიწვალისოთ, რათა მოვიზიდოთ ფინანსური ეგრეგორი ენერგია და ამ ხრივ ვიყოთ უფრო წარმატებულები. რაც შეეხება ანგელოზის საათს, ეს ის დროა, როდესაც თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს სპარველ ანგელოზს, ილოცოთ კიდეც ამ პერიოდში და რაღაც მიმართვა თუ ადეკვატურია იმისა, რაც გეკუთვნით, მიიღებთ. თუ არ გეკუთვნით, არ მიიღებთ. 24-ში. ესეთი დრო ჩვენ გვაქვს 10 საათიდან 26 წუთიდან 11 საათამდე 13 წუთამდე. 25-ში სამშაბათს 11 დღის 11 საათიდან 28 წუთიდან 12 საათამდე დღის და 20 წუთამდე. 26 მარტს ასევე დღის 11 საათიდან 33 წუთიდან დღის 12 საათამდე 28 წუთამდე. 27 მარტს ანგელოზის დრო იწყება დღის 11 საათზე 40 წუთზე და დღის 12 საათზე 35 წუთზე სრულდება. 28 მარტს პარასკევს იგი იწყება დილის 7 საათზე 40 წუთზე, გასვლას დილის 8 საათამდე 32 წუთამდე. 29 მარტს იგი იწყება დღის 11 საათზე 45 წუთზე და გასვლას დღის 12 საათამდე 40 წუთამდე. და 30-ში შემდეგ კვირა დღეს დილის 9 საათიდან დილის 9 საათამდე და 55 წუთამდე. ეს არის ანგელოზის დრო, ანუ ანგელოზის საათი. ეს რაც შეეხებოდა უკვე ამ შესაძლებლობებს ამ მონაცემებს და ახლა მოდით აღნიშნოთ რადგან მზე გადავიდა როგორც ჩვენ აღნიშნეთ 20 აპრილამდე ვერძი ზოდიაქოს ნიშანში ნაკნა გაუმნარესებია ვნახოთ რას ითხოვს ამის ჩვენგან თითოეულ ჩვენთაგანისგან ვერძი, იმიტომ რომ მზის გადასვლა ეს ნიშნავს იმას რომ რაღაც გარკვეული მოვლენებია აქ ამ პერიოდში ვერძისთვის დამახასიათებელი, რაც არაისი გათვალისწინებად მნიშვნელოვანია, რომ ეს უფრო მეტად ხელს უწყობდეს თქვენს წარმატებებს. ყოველ შემთხვევაში ვერძი რადგან ცეცხლის სტიქიას განეკუთვნება, მას მართავს აგრესიის, კონფლიქტის და აქტიური მოქმედების ენერგიის მმართველი პლანეტა მარსი, ამიტომ კონფლიქტები, დაპირისპირებები ამ პერიოდში ძალიან ხშირია. მინდა გითხრათ, ამიტომ ეხლაც გამონაკლისი მაინდამაინც არ იქნება. პატარა წვრილმაზეს კი უცებ ფრიელი მოხდეს აფეთქება. უბრალოდ ვერცის ახასიათებს, რომ განსხვავებით მორელისგან, რომელიც შეიძლება 20 წლის მერე გაგახსენოთ, აი ეს მომენტი დაუშვათ კონფლიქტისა ვერც 3 წუთში აფერი აღარ ახსოვს. თლიანად ამ ორთქლს ამოუშვებს, 3 წუთში გადაირევა, 3 წუთის მერე საერთოდ არ ახსოვს არაფერი. ამიტომ ეს კონფლიქტები ესეთი მოკლევადიანია, მაგრამ საკმაოდ მძაფრი, მოდი ასე ვთქვა, და გაღიზიანება მაინც შინაგანი ნევროზულობა საკმაოდ მაღალია. სრულსტრაფობას მატულობს, ამიტომ შვიდჯერ გაზომერთხელ გაჭერის პრინციპის გათვალისწინება ყველასთვის ამ პერიოდში იქნება უფრო მომგებიანი. არ აღვეთ პროვოკაციებს, რომელთა ალბათობა იქნება.
და ნუესტების ყველა დაარწმუნოთ თქვენს მართლობაში. ვერც ეს არ უარს, ვერც თავისი პოზიცია ყველაფერში და ესე ადვილად არ წამოვა და ეხა ერთხელ თუ მოგისმინოთ, მეორედ შეიძლება აღარ მოგისმინოთ. ამას მე შეიძლება კონფლიქტი მოგვეს, მაგრამ თუ ისწავლით მოლაპარაკებას, ეს იქნება კარგი. მაგრამ თუ გრძნობთ მოლაპარაკების დროს, რომ კომპრომისი შეუძლებელია, უბრალოდ ჯობია გაეცალოთ იქაურობას, რომ განერიდოთ კონფლიქტი, იმიტომ რომ თუ კომპრომისი შეუძლებელია, ეგ აუცილებლად ეს დასრულდება კონფლიქტით. ეს ვერცის ტენდენციებია, ესეთი და ეს უნდა გავითვალისწინოთ. ეხლა ხელმძღვანელობას რაც შეეხება, ხელმძღვანელობა საკმაოდ კეთილ განწყობილია ამ პერიოდში თავის ქვეშევრდომობის მიმართ. უფრო მეტად შეიძლება მაგალითად მეცი განწყობა იმას გადავიდეს, რომ მოგემატოთ ხელფასი ან პროფესიონალურად გავითარდეთ, შეიძლება პრემიების, ბონუსების წინაშეც კი აღმოჩნდეთ. ეს ტენდენციები აქ არის. სასკოლო ურთიერთობებში ცოტა სხვა ყურადღება. მოდი ერთის მხრივ აღვნიშნოთ, რომ ადამიანს უნდა რაღაც რომანტიკული თავგადასავლები, მაგრამ მეორეს მხრივ ახალი ნაცნობობა სასკოლო პარტნიორი კუთხით შეიძლება შემდგომ სერიოზულ სიამოვნებაში გადაიზარდოს. აი ამ მხრივ დამითმოთ ეს თუ მოულოდნად ხდება, შეიძლება მოგზაურობის დროს ან უცხოეთში, აი შეიძლება მე საკმაოდ ცუდად დასრულდეს და ამ მხრივ ცოტა ფრთხილად. რაც შეეხება ახლა ოჯახურ ასე თქვა წყვილებს, აქ ურთიერთგაგება საკმაოდ მაღალია. და ამ მხრივ დავუშვათ უფრო უკეთესად არის სიტუაცია. თუმცა კარგი იქნება თუ მანდილოსნები ცოტა ჭკუას მოუხვებენ და მამაკაცებს მისცემენ ცოტა საშუალებას, რომ გამოავლინოთ თავისი პატარა ლიდერული თვისებები. ეს სულაც არ იქნება სხვაის შორის ცუდი. ზომიერების პარკლებში თავისთავად. ჯანმრთელობას რაც შეეხება, მოდი ასე ვთქვათ, აქ ჯანმრთელ ადამიანებს, ახალგაზრდებს არანაირი ისეთ განსაკუთრებული პრობლემები არ ელოდებათ, ჩვეულებრივი სეზონური გაცივება შეიძლება, მაგრამ სხვა მხრივ არა. აი უფროს თაობას სჭირდება ყურადღება, იმიტომ რომ აქ იცვლება სისხლის ფორმულა, აქ რადიკალურად იცვლება ამინდი, რაც მათზე და მithumetes მეტეო დაუნკიდებელ ადამიანებზე ძალიან მოქმედებს, ამიტომ ამას შეიძლება ზოგჯერ დეპრესიები გამოიწვიოს, წნევის ცვალებადობა, რაღაცა ქრონიკული დაავადებების გამწვავება, ტრავმატიზმის მაღალი, ამ მხრივ იყო ცოტა ყურადღებით მათ შორის ბებიების, ბაბუების და ხანდაზმულების მიმართ. და ანუ ცოტა მეტი ყურადღება გამოვლეთ მათ მიმართ. შვილებს რაც შეეხება, მათ უფრო მეტად უნდათ ეხლა თქვენგან სიყვარული და თქვენგან მხარდაჭერა. შეაკეთეთ, აი რაღაც კარგი გააკეთეთ, შეაკეთეთ, ძალიან მშვენიერ მათთვის. ეს კარგი ადგილი ჩვენ გვაქვს სახლში, ამჯერად აღმოსავლეთი მხარე. თქვენი სახლის ოთახის აღმოსავლეთ მხარეს რაც უფრო მეტად იქნებით, მით უფრო კარგი ენერგია მოვა და ეს უფრო მეტად ხელში უწყობს თქვენ განწყობას და თქვენს შემდგომ განვითარებას. რაც შეეხება ვარჯიშებს კი ძალიან სპორტულია, სხვა შორის ვერცი ითხოვს სპორტთან, ვარჯიშებთან სიახლოვეს. რაც უფრო მეტად სუფთა ჰაერზე, მით უკეთესი. ეს პირველ რიგში დადებითი იქნება. შემდგომ მასაჟი ძალიან კარგი იქნება, სხვა შორის და თუ რაღაც პრობლემური ზონები გვაქვს ორგანიზმში, აი ეს ყველაფერი. ისევ გინდათ ახლა ვარჯიში იყოს დაუშვათ სიმძიმეებთან, თუ გინდათ დაუშვათ იყოს სირბილი, თუ გინდათ უბრალოდ ჩვეულებრივი სახით ესპანდერის გამოყენებით კი ბატონო, ეს ყველაფერი ძალიან კარგია და სწორი ყვება. ესე იგი აქ უნდა უარი ვთქვათ ძალიან ცხარე და მწარე საკვებზე. ნაკლებად მარილიანი და სპეციებით, ასე ვთქვათ, გაჯერებული საკვები. აი ორგანიზმი აი ამას ნაკლებად იტანს ამ პერიოდში. აი ლიმონი იქნება ძალიან კარგი. ასევე მაგალითად რძის პროდუქტები, სხვა იოგურტები, დაუშვათ მაწონი, კეფირი და ეს ყველაფერი იქნება ძალიან კარგი ხორცეულიდან პირველ რიგში ფრინველის ხორცი და შეიძლება გამოიყენოთ ასევე ღორის ხორცი. ესაც იქნება კარგი. ზღვის პროდუქტები კონკურენტ კარშია. ეს რას გვქია ყველაზე კარგი იქნება. თუ დაუშვათ გაქვთ საშუალება მაგალითად რომ აი გაეგზავროთ მაგალითად მალაიზიაში, ვიეტნამში ან კამბოჯაში, ძალიან ისეავნებთ. მაგრამ ბრაზილია არა და ცენტრალური ევროპა არა. ამ პერიოდში ეს 20 დაახლოებით რიცხვამდე აპრილისა ეს ზონები არ ვარ გააქსერთულებ იქნება მეტი. მოკლედ მე მგონი ეს ბოლო ინფორმაცია გონო საერთოდ დრო ამოგვეწურა. ესე იგი მე პირველ რიგში მინდა გთხოვოთ რომ ესე იგი ცოტა ფრთხილად გავეროთ შაბათი დღე 29 რიცხვი უკვე 28-ში დღის მეორე ნახევრიდან 30-ში დღის პირველი ნახევარი ეს ცოტა ყურადღებით ფრთხილად, იმიტომ რომ დაბნელების დერეფანი სრულდება აქ და მზის დაბნელებაა და ცოტა ფრთხილად გავეროთ ეს პერიოდი.
და ამ ხრივ ასე ვთქვათ გავიარო ისე გავიაროთ რომ მთლიანობაში კვირამ დატოვოს მაინც კარგი შთაბეჭდილება. ამ ინფორმაციით თქვენ წარმატების იმედით მე გისურვებთ ბედნიერ კვირას, გემშვიდობებით, ჩვეულებრივად ჩვენ შევხვდებით ახლა ამაზე აღარ ვისაუბრე, ხვალ არის კვირა დილით იცით. ტელეკომპანია იმედში, რადიო იმედში, შემდგომ უკვე დილის 10 საათისთვის პოსტივის დილის გადაცემაში, მერე უკვე პარასკევს პირველს ნახევარზე რუსთავი 2-ის თერში შევხვდებით, რადიო ფორტუნა მოგაზრდით ინფორმაციას, არცერკვით იქნებით გაფრთხილებული, შეერაღებული და იმედია წარმატებული. ამ ინფორმაციით საუკეთ სურვილებით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.